ამჯერად დაგვიჯერიმეს 40 ევროთ. როცა ფორსერთო თორე პარკს. ერთ კვირას ვატარებ კორფუზე, კუნძულზე, რომელიც ზღაპრულად ლამაზია და თან ვიქნებით ჩემს და ქალებთან ერთად. გაგვიმართლა სხვა მზის სხივები, ბიჭკლაბები, უგემრიელი სიბერძნული საჭმელები და იდეალური ხედები. საოცარი ტრიფი გქონდა, სიმშვიდეც, გართობაც, ქაოსიც, იდეალური თავგადასავალი გამოვიდა, გემმაც გაგვასწრო, პასპორტიც დავკარგეთ, მანქანაც გაფუჭდა, დაგვაჯარიმეს. გეგმები აგვერია, მაგრამ ყველაფერი ვქენით და გეგმილზე მაგრად. ისი ამოვნეთ. მოგესალმებით საბერძნეთიდან, მე და ჩემი გოგოები ვართ კორფუზე და გვაქვს მეორე დღე. პირველი იყო უძალიანესად დამხლელი და გვეგონა რომ ეგეთი დღე აღარ გვექნებოდა, მაგრამ გაგვითენდა მეორე დღე და ეხლა არის მხოლოდ პირველი საათი და უკიდე განუზდამღლელი დღეა. არ გვისაუზმია, შემოვედით ეხლა ლანჩზე რესტორანში, რა ქვია? ავეტიოს და შეგვხვდა ქართული თანამშრომელი. ძალიან გაგვიხარდა ქართველის დანახვა და ქართული ხმის გაგონება. რაღაცა ძალიან სასიამოვნო განცდა იყო. შევუკვეთეთ კერძები და შევაფასებთ და განახებთ. მე პირადად ძალიან მიყვარს, როცა ლიმონს მიდევენ კოლაში. ხო და ძალიან დავიფასე საბერძნეთი, იმიტომ რომ აქ სულ ეგრე მიკეთებენ. ძალიან გემრიელია. ხორცი არის ძალიან კარგი. ხორცი არის უგემრიელი, ესე ძალიან ფაფუკი და აი არ ვიცი, საფონეს ხორცი ესე ძალიან არასოდეს მომწონებია მართლა. იმიტომ რომ ხინკალსაც ხორცის გარეშე ვჭამ სულ და კარტოფილი რავი სტანდარტულად კარგია. აი ეს არის ფავარი გემა. მე რა კალი წვენია. თქვენ ხართ ხოლმე ეგრე რომ რაც არ უნდა კარგი აუთფიტი გქონდეთ, რაც არ უნდა კარგი ვარცხნილობა, თქვენთან არ მოგწოთ, იმიტომ რომ მე ვარ ეგრე ორი დღეა. საერთოდ ვერ მომიწონა ჩემი დღე, მგონია ჩემი დღე არ არის. ეხლა დავინახე მეთქი არის რა კაია თქო რა ამას ქონდა შეხედეთ. ეს მაგარა მაგრადურებს. ხო და აჰა, აიყოს ესე. ხმაზე დადის? ესე. რა არის მერე? პრობლემა არის? ეგრე დავდი. ფლატუნობს. ძალიან ფლატუნობს და. აუ წყალი ფლატუნობს. კი, ფლატუნობს, იმიტომ რომ სუდად ვარ. ეს არის ჩემი 18 წლის დაქალი, შეიძლება 19-საც
მაგრამ საერთოდ გვაქვს ერთად კარგი ფოტო. და არ გვექნება მეგონა. სამჯერ ეს ვიდეო გვაქვს. ეხლა მოვაჩინეთ 1 საათის შემდეგ რომ თურმე სამივე თითქმის ერთნაირი ფორმის და ფერის ზედები გვაქვს. ეს ხდება მაშინ, როცა გემოვნები არის. ვაუ. ახლა ჩვენ ვართ რესტორან პანორამაში. ეს არ არის ის ადგილი, სადაც გვინდოდა რომ მზის ჩასვლას შევხვედროდით, თუმცა ვერ მივუსწარით იმ ადგილს, ანუ ბოლო 15 წუთი იყო დარჩენილი, სანამ მზე ჩავიდოდა. და მოვედით უახლოეს ლამაზ კაფეში. ეს არის რესტორანი პანორამა, მოკლედ თუ რაც არის რესტორანია თუ კაფე. და ძალიან ლამაზი ხედები აქვს, თუმცა მაინც ის გვინდოდა რა. დიდად აქაც ვერ მოვუსწარით მზის ჩასვლას და ჩვენამდე ჩავიდა. ვერ გადავიღეთ კარგი ფოტოები და ვერც კარგი მაგიტის დაჯავშნა ვერ შევძელით. მაგრამ მაინც კაი ხედი გვაქვს და განახებთ ახლა. სახლში კი მოვედით, მაგრამ არ გვინდოდა. დაწოლა და წავედით ლაგროტა ბიჩ ბარში. ლაგროტა ბიჩბარის მერე ისევ პალეო კასტრიცაში ბრუნდებით და უნდა გავისეირნოთ ლაკონისში. მერე საღამოს ძალიან ლამაზ რესტორანში გვაქვს ვახშამი დაგეგმილი და იმედია რომ გამოგვივა. მანქანა გავაჩერე აი ამ ხედისთვის. მესამე დღეა, რაც ჩემი დღე არ არის, ანუ რაც აქ ვარ საერთოდ ვერ ვიხებ კარგ ფოტოებს. Thank you too. ფოტოებს ვერ ვიხებ და ტირილი მინდა. მაგრამ ხეთს რო ვუყურებ, მე აღარ ტირი. კაი ადგილი გავჩით, ვიღაცები მიდიან და 5 წუთში მოვამზადებთ. მოვედით ნერეიდსში და იმედია რომ გაამართლებს გარემოც და კერძებიც ძალიან ლამაზია. აქ უკეთესია. ძალიან დიდი ხანია ველოდებით საჭმელს. ხო და იმედია რომ მალე მოვიტანენ, იმიტომ რომ ვეღარ ვითმენთ. თან ვუთხარით რომ სასმელებით საჭმელებთან ერთად მოეტანათ და მწყურია კიდეც. ანუ წყალი კი გვაქვს, მაგრამ სხვა სასმელი მწყურია. კოკა-კოლა. ძალიან დავიხალე, თან არა ვინჩანს ეგეთი რომ ჩვენთვის მოქონდეს საჭმელი. სტარტერად გვაქვს საზამთროს და ფეტას სალათი, აქეთ გვაქვს ცეზარი, აქ გვაქვს
ფრანგული ფრი. ეს არის მოკლედ ქათმის ფილის რაღაც კერძი, თავისი კარტოფილით და აქ გვაქვს ბადრიჩნის რავიოლი. და ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება. შეაფასეთ საჭმელი დღევანდელი. მაინც შემოვედით რაჩოსში, გუში კი არ დაგვდა მაგიდა თავისუფალი, მაგრამ ახლა შუა დღეს შემოვედით და ვიპოვეთ. გადასარევი ადგილი არ არის, მაგრამ მაინც მოგწონს და საჭმელიც ძალიან კარგია. აქ იყო კლაბ სენდვიჩი და ეს არის პიცა. შევკვეთეთ ბაკლავა და საკმაოდ დიდი პორციაა და თან რო გაიგო ამ მიმტანმა რომ 4 ვართ და ვიშიარებდით. ანუ დაგვიდა ორი ნაყინი, ძალიან საყვარელია. ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ხედი არის თეთრი გემის ზღვაში. ანუ ძალიან სილამაზეა. ესე გამოიყურება ჩემი დესერტი. იმედია დღეს გამოივლის ავტობუსი. მაგრამ იმედია გამოივლის კი არა, იმედია დღეს სწორად ავალთ ავტობუსში. თითქმის იგივე რაღაცეებია, რაც კორფუზე, მაგრამ აქ უფრო სანაპიროს ვაიბები აქვს ყველა ნივთს. Can you say hi? Hi. ვუკვეთეთ გირო, ჩიზბურგერი, ცეზარი და კეთოს გირო. პირველად ჭამე აქ და ძალიან კარგი იყო. ჩემთებსაც ეთქობა რომ ბოლომდე ეკლა. მე მინდოდა რომ ეჭამე ფრიანი გიროს, მაგრამ დაშლიც კარგია. გემრიელია ძალიან. 2-3 ევროთი მეტია აქ ფასები, მაგრამ უფრო ლამაზი რაღაცებიც არის. 2 საათი გქონდა აქ დრო. ეხლა ნელ-ნელა იწურება ჩვენი შესვენება, რა ვიცი, რაც ამ კუნძულზე გამოგვიყვეს. ხო და ბრუნდებით გემზე და კიდე მოვიწყდა რომელია ჩვენი გემი. მაგრამ მგონი იქით დგას უფრო.
Filling station. შევიდეთ სუპერმარკეტში და ვიყიდოთ სნეკები, იმიტომ რომ აქ სანამ ვარ შემიძლია რომ ვჭამო. ახლა მოვედით იმ კაფეში, რომელშიც გვინდოდა რომ მზის ჩასვლა გვენახა, მაგრამ კაფე კი არა, კლუბივით აღმოჩნდა, უფრო ბარივით, რაღაცა უცნაურია. ძალიან სხვანაირი იყო ფოტოებში, მაგრამ რაღაცას მოვუსწარით. ჩასულ მზეს უკვე. ძალიან უგემური იყო ეს summer salad, რაც იყო იგივე ბერძნული სალათა და ეს უროგული სალათაც უგემური იყო. ალბათ ხედავთ რომ ვერ შევჭამეთ. ეს არაა ცუდი. აი ეს. ისე მომეწონათ ძალიან, მაგრამ ჩემგან არც ერთი არ არის. ამ ყოველთვის დიდი მაქვს თითებზე. ავიღე. ესენი აეროპორტისთვის რა კაია. ზოგადად არ მეყვარს ხასმის ხორცი და მაკარონის კომბინაცია, მაგრამ ეს ძალიან გემრიელია. ანუ შუათად რომ მომეწონა სადმე რა. ასე გამოიყურება მენიუ, კარგი მენიუა და თან კარგი ფასები ძალიან. ხალხო, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ გლოსებს საერთოდ ვეღარ ვიხდენ და ადრე, რაც ჩემი ფერი იყო, ვერც იმ კონტურებს ვეღარ ვიხდენ. ანუ ეხლა ამ კონტურზე გიждდებოდი, ძალიან ხდებოდი და რომ ვისმებ. ანუ მთელი კორფუ აყენებს იქ, სადაც გაჩერება არ შეიძლება და მარტო ჩვენ გოჯარიმებენ შოქში ვარ, ანუ უკვე მეორედ. ამჯერად დაგოჯარიმეს 40 ევროთ. ძალიან მინდა ამის შეძენა, მაგრამ მგონია რომ გადამისწრებენ. დაბდეს ოფილოტოკი. ეს მოგზაურობა მართლა ყველაფრის ნაზავი იყო. დასვენება, თავგადასავალი, სტრესი, სიცივი და ძალიან ბევრი ემოცია. აღფრთოვანებით გავიხსენებ ყველა მოგონებას წლების მერეც. მადლობა რომ მიყურეთ და მადლობა რომ მომყვებით.